ამ ვიდეოში გაჩვენებთ რობოტს Foxhound, რომელმაც რობოტების ბრძოლის ასოციაციის მიერ გამართულ რობოტების ბრძოლაში პირველი ადგილი აიღო. ეს გახლდათ 5 კილოგრამამდე წონითი კატეგორია. ნახოთ, როგორ გამოიყურება შიგნიდან ეს რობოტი. ხადოთ ხუთი ბორბლებზე გამოყენებული გვაქვს ესეთი რედუქტორიანი ძრავები, თეთრქიანი ძრავებია, რომელსაც აქვს რედუქტორი. ეს არის კონტროლერი 30 ამპერიანი, რომელიც მართავს აი ამ ძრავებს. თვითონ იარაღზე გამოყენებული გვაქვს იგივე ტიპის ძრავი, კბილანა, ღვედი, რომელიც ასევე დამაგრებულია ასე შედარებით პატარა კბილანას. ეგრეთ წოდებული საკისარი გვაქვს აი აქ გამოყენებული ორი ცალი, რომელიც აი ამ მიმართულებით უნებს იარაღს. აქ არის Arduino, აქ არის პულტის მიმღები, რომელიც ეგრეთ წოდებული AIBAS ინტერფეისით უკავშირდება Arduino და მართავს დრაივერს ბორბლებისთვის და მეორე დრაივერს, მეორე დრაივერი. ეს გახლავთ 20 ამპერიანი დრაივერი, მართავს ჩვენ შემთხვევაში აი ამ იარაღის ძრავს. თითოეული მოწყობილობა ეს რეზინებზე არის დამაგრებული, რომ ამორტიზაცია ქონდეს. ჯამფერები ესე ჩაწერებულია ცხელიწებოთი, მყარად რო იყოს. აქ აქვს ორი ცალი ჩამთველი, ესეთი უძლებს ვიბრაციებსაც და დარტყმასაც. აქ არის ელემენტის ადგილი, ტიპო ელემენტები, რკინის კუთებში გვაქვს ერთხაუნა უსაფრთხოებისთვის, ამასაც ვათავსებთ აქ. პლასმასის შესაკრავებით ვკრავთ აი ამას, რომ მყარად იყოს. შეგვიძლია იდეაში შევაერთოთ. ერთი რთავს მოძრაობას, მეორე რთავს იარაღს. გებათონო, ჩართულ მდგომარეობაში ესე გამოიყურება. წინა მხარეს ეს მეტალია. დანარჩენი კონსტრუქცია უკვე ხის არის. ხის კონსტრუქცია, იმით არის კარგი, რომ მსუბუქია და გადასაკეთებლად ადვილია. სამართავად ვიყენებთ ესეთი დრონის პულტები აფი და კარგი ვარიანტი. ხოლო ელემენტების დასამხდად ვიყენებთ ესეთი IMAX-ის უნივერსალური დამტეთი. შეგვიძლია რომ შევამოწმოთ აი ამ ძრავების მაგალითად დატვირთვა რა დენს მოიხმოს. ასეთ მდგომარეობაში ერთ-ერთ კაბელზე უნდა ვუტოთ. თავისუფალ მდგომარეობაში 1 ამპერსაც არ მოიხმარს, ხო ვეცდები რომ დატვირთვა გავზარდ 5, 6, 7 ამპერზე ავიდა. რვა კაბელები ცოტა შეთქვა. იდეაში აზრი გასაგებია. დატვირთვაზე, ანუ როცა დამეს დაიჯახება რობოტი და ვეღარ მიდის, საკმაოდ დენს მოიხმარს, ესე იგი სადღაც 10 ამპერზე შეიძლება ავიღოს. თუ სამი ძრავი მაქვს გამოყენებული, 30 ამპერს არ გაიქცევა ეს დატვირთვა. ამიტომაც ჩვენ აქ რაც გვაქვს შერჩეული, ეს არის 30 ამპერიანი, რომელიც ორ ძრავზეა გათვლილი, სრულიად საკმარისია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაქსიმუმ დატვირთვა მექნება 20 ამპერი და აი ამ ძრავზე გათვლილი მაქვს ეს 20 ამპერიანი კონტროლერი. უკვე ერთი ძრავისთვის 20 ამპერიც საკმარისია.